საფონდო ბირჟაზე ენთროპიკიც გამოდის. ძალიან არაგასაკვირი ამბავია, იმიტომ რომ ამ კომპანიისაგან, ამ სტარტაპისაგან, რომელიც ალბათ მთელ მსოფლიოს უკვე კარგად ყავს გაცნობილი, სწორედ იმის დამსახურებით, რომ მისმა ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა ძალიან ბევრი სფერო უკვე ჩამოაქციეს და ძალიან ბევრ სფეროს ემუქრებიან ჩამოქცევით, არ არის გასაკვირი, რომ მასაც დაუდგა თავისი მომენტი NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე გასვლის. მოკლედ ამ მომენტისთვის, რაც ჩვენთვის არის ცნობილი, არის ის, რომ კონფიდენციალური განაცხადი შეტანილია დაახლოებით ეს იგივეა, რაც მოხდა SpaceX-ის შემთხვევაში თითქმის თვენახევრის წინ და ჩვენ რამდენიმე დღეში ფაქტობრივად მომავალ კვირას უკვე SpaceX-ის საფონდო ბირჟაზე გასვლას ვიხილავთ. შესაბამისად, ეს განაცხადი ნიშნავს იმას, რომ ძალიან მალე, დაახლოებით ივლისის ბოლოს მაქსიმუმ, ჩვენ უკვე Anthropic-ს ვიხილავთ NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე, რომლის კაპიტალიზაციაც ყველაზე მცირე იქნება 1 ტრილიონი, რაც სრულიად არ არის გასაკვირი იმ კომპანიისაგან, რომელზეც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. ყველა ტექნოლოგიური გიგანტი მსჯელობს, ყველას სჭირდება ბოლო-ბოლო, როცა პენტაგონი, რომელთანაც დაპირისპირებული ხარ, შენს ხელოვნური ინტელექტის მოდელს იყენებს იმისთვის, რომ თავისი უსაფრთხოების მექანიზმები შეამოწმოს და გადააზღვიოს. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ხარ ყველაზე მოწინავე AI მოდელის მფლობელი სტარტაპი და ეს სტარტაპი ძალიან მალე გახდება უკვე კომპანია, რაც ყველაზე კარგია IPO-ზე გასვლასთან დაკავშირებით და ზოგადად საფონდო ბირჟაზე გასვლასთან დაკავშირებით არის ის, რომ როგორც იქნება მოახერხებთ რეალურად ფინანსური მონაცემების ნახვას ამ სტარტაპის და გავიგებთ როგორი არის მისი მდგომარეობა. ვიცით რომ ის B2B-ზე არის აწყობილი ძირითადად, მაგრამ ის რომ საფონდო ბირჟაზე გავა მაღალი ალბათობით დამატებით შეუწყობს ხელს, რომ ის უფრო მეტად გახდეს რეგულარული მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი. მოკლედ ძალიან კარგი ამბავია და ეს არის გაგრძელება იმ ფაქტობრივად ტრილიონიანი სტარტაპების ცვენისა, რომლებსაც წელს NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე ვიხილავთ.